გამარჯობათ. დღეს გესაუბრებით გულსისხლძარღვთა სისტემაზე, გულსისხლძარღვთა სისტემის პრობლემებზე, დაავადებებზე. მოგეხსენებათ, მსოფლიოში პირველ ადგილზე დგას გულსისხლძარღვთა დაავადებები. პრინციპში მთელ მსოფლიოს უმრავლესობას ალბათ 90%-ს გულსისხლძარღვთა დაავადებები აღენიშნებათ. ანუ გული აწუხებს მოსახლეობის უმრავლესობას. მოგეხსენებათ, გული არის ჩვენი სიცოცხლის ცენტრი, გული გაჩერდება და ადამიანი კვდება, ანუ სიცოცხლე მთავრდება. ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი ორგანო არის ჩვენი გული. გულით გრძნობთ სიყვარულს, გულით ვცოცხლობთ და გული არის ჩვენი სიცოცხლის ასე ვთქვათ, ცენტრი. მოკლედ, როგორ დავეხმაროთ ჩვენს გულს? ჩემო ძვირფასებო, პირველ რიგში უნდა ვიყოთ პოზიტიურები, ანუ უნდა ვიმუშაოთ ჩვენს თავზე, უნდა ვიყოთ სიყვარულითა და სიკეთით სავსები, რადგან ფსიქოსომატური პრობლემები უარყოფით ზეგავლენას ახდენს ჩვენს გულის ჯანმრთელობაზე, ჩვენს ნერვულ სისტემაზე, სისხლძარღვთა პრობლემაზე, ასე რომ გულს არ უყვარს ნერვული სტრესი, აგრეთვე მძიმეების აწევა და გადაღლა, ასე ვთქვათ. კი ბატონო, კიდევ გულს არ უხდება, ჩემო ძვირფასებო, ალკოჰოლი, სიგარეტი, ნარკოტიკი, ხო? ასე რომ ძალიან დიდი გაფრთხილება სჭირდება ჩვენს გულს. სხვათა შორის ძალიან დიდ სიცხესაც ვერ იტანს. აი ზაფხულში მაგალითად ძალიან ხშირად არის ინფარქტები ხოლმე, ხო, გულზე. მოკლედ, როგორ დავეხმაროთ ჩვენს უძვირფასეს გულს, სიცოცხლის ცენტრს, ხო? ჩვენი ტიბეტური პრეპარატი ეს არის ჩვენი სუეჩინ ფუ. მოგეხსენებათ, სუეჩინ ფუ არის გულსისხლძარღვთა სისტემის ნომერ პირველი ჩემპიონი, ასე ვთქვათ, პრეპარატი მსოფლიოში. ნობელის პრემიაც კი აქვს მიღებული, ჩემო ძვირფასებო, მის შემადგენლობაში იცით, რომ არის ესე იგი შავი ყურძნის წიფწის ექსტრაქტი და ნატოკინოზა, რომელიც იაპონიაში მოიპოვება. ჩვენი გულსისხლძარღვთა სისტემისთვის შეგვიძლია დღეში დავლიოთ სუეჩინ ფუ 1 კაფსულა მინიმუმ ჭამის შემდეგ 1 საათის შემდეგ თბილ წყალთან ერთად ან ჭამის წინ 1 საათით ადრე მინიმუმ 1 კაფსულა, მაქსიმუმ 3 კაფსულა დღეში და შეგახსენებთ, რომ მისი მიღება არ არის სასურველი ორსულობის დროს, როდესაც არის ორგანიზმში სისხლდენა, მენსტრუაცია, შინაგანი ორგანოებიდან სისხლდენა ან სისხლის გათხელება. ასე რომ კიდევ შეგვიძლია მივიღოთ, ვისაც გულსისხლძარღვთა სისტემა აწუხებს, აქვს ვარიკოზული ვენების გაგანიერება, აქვს თრომბები, ხო, სისხლში, ანუ ძალიან ფრთხილად უსაფრთხოდ შლის ჩვენს თრომბებს, ასე რომ არანაირი თრომბის გასკდომის რისკი არ არსებობს, ჩემო ძვირფასებო, ვისაც აქვს, ესე იგი, სარკოიდოზი, მუკოვისციდოზი, მოკლედ მაღალი წნევა, მაღალი ქოლესტერინის, სხვათა შორის ვისაც დიაბეტი აქვს, ხო, შაქრიანი დიაბეტი, ანუ შაქარი აქვს სისხლში მაღალი, ეს ჩვენი სუეჩინ ფუ ძალიან ძვირფასი არის მათთვის, ვისაც სისხლძარღვთა პრობლემა აწუხებს, აგრეთვე ვარიკოზული ვენების გაგანიერება, აგრეთვე ვისაც უნდა რომ ჯანსაღი და ელასტიური ძლიერი ცვლები ჰქონდეს. მოკლედ, ჩვენი სუეჩინ ფუ არის ჩემპიონი გულსისხლძარღვთა სისტემის პრობლემები, ვისაც აწუხებს. სუეჩინ ფუსთან ერთად, ესე იგი, არ არის სასურველი, რომ მიიღოთ ანტიკოაგულანტები, ანუ სისხლის გამათხელებლებს რომ ვეძახით, აგრეთვე ანტიბიოტიკები, სხვა ქიმიური პრეპარატები, ანუ უკუჩვენება აქვს აგრეთვე ალკოჰოლი და ნარკოტიკიც, რა თქმა უნდა.
არ არის სასურველი, ანუ უკუჩვენება აქვს, ასე რომ გაუფრთხილდით ძვირფასებო თქვენს ჯანმრთელობას, აგრეთვე შეგიძლიათ მიიღოთ ლინჯის კაფსულა, ჩემო ძვირფასებო, ეს არის ჩემი უსაყვარლესი პრეპარატი ჩვენი მთელი სხეულისთვის, აგრეთვე გულისთვისაც ძალიან ძვირფასი არის, ვისაც გული აწუხებს, გულსისხლძარღვთა სისტემა, ლინჯის კაფსულა შეგიძლიათ მიიღოთ დღეში მინიმუმ 1 კაფსულა თბილ წყალთან ერთად ან მაქსიმუმ 4 კაფსულა, ხომ? არ აქვს მნიშვნელობა ჭამის წინ თუ ჭამის შემდეგ. აგრეთვე ძალიან კარგი არის გულისთვის ელექსირი ფენიქსი. მის შემადგენლობაში არის სოკო კორდიცეპსი, სოკო ლინჯი და ჰიმალაის თაფლი. შეგიძლიათ დღეში მინიმუმ 1 ფლაკონი მაინც მიიღოთ, ანუ კორდიცეპს სოკო კორდიცეპს გერმანელმა პროფესორებმა დაარქვეს როგორც საგულე საშუალება, ასე რომ გული არის ჩვენი უძვირფასესი, გული კარგად მუშაობს, ჩვენ კარგად ვართ, გული დაიღალა, გული ცუდად არის, მაშინ ჩვენც ცუდად ვართ. აგრეთვე, როდესაც ფეხები გუშუბდება, ხომ? ეს ერთ-ერთი ნიშანი არის, რომ ადამიანს გული აწუხებს, ან მაგალითად სახე აუწითლდა, ხომ? ასე რომ გაუფრთხილდით თქვენს გულს, ჩემო ძვირფასებო, პრეპარატების შესაძენად დამირეკეთ ტელეფონზე 5712402 და ჩაეწერეთ ჩემთან ბიორეზონანსულ კვლევაზე. გაიგეთ, რა მდგომარეობაშია თქვენი გული, თქვენი ორგანიზმი, მთელი თქვენი სხეული, რამ გამოიწვია ეს დაავადებები, ეს პრობლემები და როგორ აღვიდგინოთ ჯანმრთელობა, ასე რომ დარეკეთ ტელეფონზე 5712402 27. გისურვებ ჯანმრთელობას და ბედნიერებას.